გლდანში მე-14 საბავშვო ბაღის ახალი შენობის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი, პირდაპირ ეთერში ვთავთ ღონისძიებას. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმებით თბილისის საკრებულოს წევრებს, მივესალმები ვიცემერს, თბილისის მთავრობის წევრებს, დამსწრე საზოგადოებას ყველას, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. დღეს ჩვენ ვიმყოფებით სარაჯიშვილის ნომერ 13-ში, სადაც თბილისის მე-14 საბავშვო ბაღის ახალ მშენებლობას ვიწყებთ. მეგობრებო, დღეს სიმბოლურად საფუძველს ვუყრით მომავალს, რადგან თითოეული ახალი საბავშვო ბაღი არის ინვესტიცია ჩვენს შვილებში, ჩვენს ოჯახებსა და ჩვენი ქვეყნის მომავალში. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ სწორედ აქ, ამ ერთ კონკრეტულ მუნიციპალურ ბაღში აღიზრდებიან ბავშვები, რომლებიც მომავალში ჩვენი ქალაქისა და ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები იქნებიან. სწორედ აქ ისწავლიან მეგობრობას, ერთმანეთის პატივისცემას, გუნდურობასა და იმ ღირებულებებს, რომლებიც ძლიერი საზოგადოების საფუძველია. ამიტომ საბავშვო ბაღის მშენებლობა არ არის უბრალოდ ინფრასტრუქტურული პროექტი. ეს არის დიდი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის. მეგობრებო, რამდენიმე წლის წინ ამ ადგილას იდგა ძველი ამორტიზირებული და სტანდარტებთან შეუსაბამო შენობა, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა ბავშვების უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება მისი დემონტაჟისა და სრულიად ახალი ბაღის აშენების შესახებ. ახალი შენობა სრულად იქნება მორგებული თანამედროვე სტანდარტებზე. აქ განთავსდება 8 სააღმრდელო ჯგუფი და სკოლამდელი განათლების მიღებას 250-მდე ბავშვი შეძლებს. ბაღი აღიჭურვება თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით, იქნება ადაპტირებული შუშუმ პირებისთვის, მოეწყობა სათამაშო მოედნები, კეთილმოწყობილი ეზო და თანამედროვე სასწავლო გარემო. თანამედროვე უსაფრთხო და კეთილმოწყობილი მუნიციპალური ბაღები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მშობლებისთვისაც, რომ ჰქონდეთ სიმშვიდის განცდა, იცოდნენ, რომ მათთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები უსაფრთხო, მზრუნველ და ხარისხიან გარემოში არიან. ბოლო წლების განმავლობაში სკოლამდელი განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. მუნიციპალური ბაღები სრულად უფასოა. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კვებისა და უსაფრთხოების სტანდარტები და აშენდა ათეულობით ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც საერთაშორისო მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. ჩვენთვის სკოლამდელი განათლება არასოდეს ყოფილა ხარჯი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რომელსაც სახელმწიფო საკუთარ მომავალში დებს. დღეს სწორედ ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის დასაწყისს ვუყრით საფუძველს. სიმბოლურად ჩვენ ჩავდებთ სამშენებლო კაფსულას და მინდა გითხრათ, რომ აღნიშნულ კაფსულაში ხელმოწერილი დოკუმენტი იქნება განთავსებული და მინდა გითხრათ, რომ ეს მხოლოდ წერილი არ იქნება, ჩვენ აქ ვტოვებთ ჩვენს რწმენას, რომ მომავალი თაობა კიდევ უფრო განათლებულ, ძლიერ და წარმატებულ საქართველოში იცხოვრებს. დარწმუნებული ვარ, ამ შენობაში აღიზრდება არაერთი ბავშვი, რომელიც მომავალში ექიმი, მასწავლებელი, ინჟინერი, მეცნიერი, სპორტსმენი, ხელოვანი თუ ქვეყნის ღირსეული მოქალაქე იქნება. სწორედ ამიტომ აქვს დღევანდელ დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა. როდესაც ქალაქი აშენებს საბავშვო ბაღს, სინამდვილეში ის საკუთარ მომავალს აშენებს. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე აქ ბავშვების ზრიამული და სიცილი გაისმება, რაც ნებისმიერი ასეთი პროექტის ყველაზე დიდი წარმატებაა. მე მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობას იღებს ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში და უსურვო წარმატებები. ახლა კი მინდა სიტყვა გადავცე საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს ბატონ გურამ ოქროპირიძეს.
მადლობა. მოგესალმებით. მივესალმები დედაქალაქის მერს, თბილისის მთავრობისა და საკრებულოს წევრებს, მოწვეულ სტუმრებს. მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ რომ დღეს ვიწყებთ ახალი თანამედროვე სტანდარტების ბაღის მშენებლობას გლდანის რაიონში და მომდევნო წელს კიდევ ერთი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი შეემატება დედაქალაქს. 3500-მდე კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს სამშენებლო პროცესი და ჩვენ გვექნება, როგორც ბატონმა კახიმ აღნიშნა, 250-მდე აღსაზრდელის მიღების საშუალება გამწვანებულ გარემოში, სადაც აბსოლუტურად ყველა სტანდარტი იქნება დაცული, დაწყებული მშენებლობის ეტაპიდან გაგრძელებული აღჭურვით ნებისმიერი ინვენტარი, რაც ბაღში ხდება ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვაგრძელებთ ბაღების განახლებას და მშენებლობას და ამაში სრული მხარდაჭერა გვაქვს დედაქალაქის მერის, რისთვისაც მინდა მადლობა გადაუხადო. ჩვენ ვაშენებთ 8 ახალ ბაღს, რომელიც ეტაპობრივად გაიხსნება მომდევნო პერიოდში, წელს უკვე ლილოს ბაღიც გვექნება. სექტემბრიდან ასევე 120-მდე ბაღში გვექნება ზაფხულის პერიოდში მცირე და საშუალო ზომის სარემონტო სამუშაოები და საბოლოო ჯამში ჩვენ ყოველწლიურად კიდევ უფრო მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით დახვდებით ჩვენს აღსაზრდელებს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და ახლა მინდა ვთხოვო მე-14 ბაღის დირექტორს და ბატონო კახი თქვენთან ერთად სიმბოლურად კაფსულაზე ხელმოწერით მოვათავსოთ და დავიწყოთ ის პროცესი. მადლობა. ეს იყო პირდაპირ ჩართვა გლდანიდან, ადგილიდან, სადაც ახალი საბავშვო ბაღა ბაღია.